მოგესალმებით. დღეს ვისწავლით თუ როგორ დავრეგისტრირდეთ GitHub-ზე. GitHub არის პლატფორმა, სადაც ინახება ყველა ვებსაიტის კოდი. პირველ რიგში ხსნით ბრაუზერს, წერთ github.com. გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა, სადაც მაღლა მარჯვნივ კუთხეში ჩანს sign up და sign in ხილაკები. Sign up ხილაკის დაჭერა გადაგვიყვანს შემდეგ ფანჯარაზე. ეს არის რეგისტრაციის ფორმა. შეგვიძლია დავრეგისტრირდეთ როგორც Google-ის აკაუნთით, ასევე iCloud-ით. მე დავიწყებ მონაცემების შეყვანას. შევყავს იმეილი. პაროლის შეყვანისას გაითვალისწინეთ, რომ პაროლი უნდა იყოს 8-დან 15 ასობგერამდე, უნდა შეიცავდეს 1 დიდ ასობგერას, 1 სიმბოლოს და 1 ციფრს. Username-ის სახელის შერჩევისას გახსოვდეთ, რომ ამას ვეღარ შეცვლით, ამიტომ ისეთი რამე დააწერეთ, რასაც 10 წლის შემდეგაც ვადახედავთ, არ შეგრწყვებათ. ვირჩევთ რეგიონს. ამ შემთხვევაში ვირჩევთ საქართველოს. ეს პატარა ხილაკი არის იმეილზე GitHub-ის სიახლეებისთვის, თუ გნებავთ მონიშნეთ checkbox-ი. ვაჭერთ რეგისტრაციის ხილაკს და გავდივართ ვერიფიკაციას. GitHub-მა გამოგვიგზავნა კოდი, შევდივართ Gmail-ზე. ნახულობთ GitHub-ის მიერ გამოგზავნილ კოდს. ვაკოპირებთ და მწვანე ხილაკით ხსნით ვერიფიკაციის ფანჯარას. დაკოპირებულს ჩავაგდებთ და შემდეგ შევიყვანთ ჩვენს მეილსა და პაროლს. ყველაფერი მზადაა, ესეც ჩვენი აკაუნთი. ამ ვიდეოს შეგიძლია უყუროთ, სადაც ისწავლეთ რა არის ზოგადად GitHub-ი, ბეგინერებისთვისაა. აქ ჩანს ჩვენი ფანჯარა, user-ის სტატუსი, ჩვენი პროფილი და ასე შემდეგ. პირველ რიგში, როცა შემოხვალთ, dark mode-ზე გადაიყვანეთ, როგორც ნამდვილი დეველოპერები. ახლა შევქმნათ ჩვენი პირველი რეპოზიტორია. ვაჭერთ create repository. დავწერთ ჩვენი რეპოზიტორიის სახელს. მე დავწერ ჩემი პირველი რეპო. აქვე შეგვიძლია შევიყვანოთ ჩვენი რეპოზიტორის აღწერა. ანუ რას ვაკეთებთ ამ პროექტში. კონფიგურაციაში უთითებთ public-ს ან private-ს. ეს ნიშნავს ყველა შეეძლოს ნახვა თუ private-ზე იყოს, ანუ ჩვენ მხოლოდ. ასევე დავამატოთ readme ფაილი, რომელშიც დავწერთ ჩვენი რეპოზიტორის დეტალურ აღწერას და gitignore files და ლიცენზიებს შემდეგ გავხსნით. create repository-თ, ანუ მწვანე ხილაკით ქმნით რეპოზიტორიას, აი ჩვენი პირველი რეპოზიტორიაც გამოჩნდა readme ფაილი. ზედა ნაწილში ჩანს რეპოზიტორის სეტინგები და დეველოპერული პროცესების სამართავი სისტემა. მარჯვნივ ჩანს რეპოზიტორის შესახებ ინფორმაცია. აქ გამოჩნდება კონტრიბუციები, ვისთან ერთად მუშაობთ და რას აკეთებთ თქვენს რეპოზიტორიაში. ახლა გადავიდეთ ჩვენს პირველ დავალებაზე. დავამატოთ ჩვენი CV ჩვენს რეპოზიტორიას. ვაჭერთ add files, შემდეგ უთითებთ upload files, ანუ მენუალურად ვირთვათ ფაილს. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი ფაილი, ამ შემთხვევაში ჩემს CV-ს ავირჩევ, რომელიც შევინახე desktop-ზე. აი CV-ც აიტვირთა, გამწვანდა ბოლომდე. ახლა შეგვიძლია დავაკომენტაროთ ცვლილებები. ანუ რა გავაკეთეთ, რა შევცვალეთ ჩვენს რეპოზიტორიაში. აქ შეგვიძლია მიუთითოთ აღწერაც. შეგვიძლია ჩვენი რეპოზიტორია გავყოთ, ანუ ცალკე ბრენდზე ავტვირთოთ, მაგრამ ახლა იყოს main-ზე როგორც არის, commit change დააჭერთ და აი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი რეზიუმე აიტვირთა, კომიტების რაოდენობა გაიზარდა და დავალება შესრულებულია. დარწმუნებულად ყველაფერი გამოგივიდათ, წარმატებას გისურვებთ.